მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას და აგრძელებს მაუწყებლობას შორეული ამერიკიდან ჩამობრძანებული ქართველების თანხლებით, რომლებიც არიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. ჩემი არაჩვეულებრივი მაყურებელი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, განებივრებულია ასე უცხოეთში მოღვაწე ქართველების ხშირი სტუმრობით და აი ზუსტად დღეს ერთ-ერთი ასეთი გამოშვება გვექნება, კერძოდ ამერიკიდან არიან ჩამოსულები ადამიანები, რომლებსაც უყვართ ყველაფერი ქართული და რომლებიც იქ შორეულ ამერიკაში და ოკეანის მიღმა ყველას აყვარებენ, ყველაფერს, რაც ქართულთან არის დაკავშირებული. ჩემი დღევანდელი გამოშვება 3 ნაწილისგან შედგება და პირველი ნაწილის სტუმრები არიან პატარა ლიზი ზაქაიძე. მოგესალმები ლიზი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ ჩვენი სტუმარი ხარ შენ და ქალბატონი ლეილა ქურციკიძე, რომელიც გახლავთ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული უმშვენიერესი მანდილოსანი, რომელიც არის აქსესუარების დიზაინერი, ხელოვანი, არის ავტორი უჩვეულო ნახატებისა, უჩვეულოდ შექმნილი ნამუშევრებისა და ამის შესახებ ჩვენ მას ვთხოვთ, რომ აუცილებლად ისაუბროს და არის აგრეთვე დაკავებული მასწავლებლობით, ანუ პედაგოგიკით. იგი ასწავლის, ეხმარება ფესვებს ბავშვების აღზრდაში, ფესვების შესახებ თქვენ იცით, ეს არის მრავალრიცხოვანი მოსწავლეებით შემდგარი ქართული ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და ამ შემდეგ სტუმრების შესახებ შემდეგ გამოშვების ნაწილში მოგიყვებით ამ და კიდე მრავალი საინტერესო შესახებ გვექნება ჩვენ საუბარი. ქალბატონ ლეილა, ძალიან მაინტერესებს როდის გადაწყვიტეთ, რომ მე როდესაც ფესვებთან მქონდა კონტაქტი, მაშინ თქვენი გარიყავით. როდის გადაწყვიტეთ, რომ ფესვების გვერდით დამდგარიყავით და როდის მოეკიდეთ ამ შესაშურ საქმეს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ეს დიდი პატივია ჩვენთვის საქართველოში, რომ ბავშვებს, ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც, რომ ვახსოვართ კიდევ. და ამდენად დიდი მადლობა. რაც შეეხება როდის მიხდით ფესვებში? ფესვებში ერთი წელიწადია თითქმის, რაც ბავშვებს უსაყვარლესი ბავშვები არიან, საყვარელი ბავშვები, ჭკვიანები, ლამაზები და რაც მთავარია, ფესვები ეს არის ჩვენი მართლაც საუნჯია უცხო პლანეტაზე, უცხო ქვეყანაზე, უცხო ამერიკის კონტინენტზე პატარა საქართველო გვაქვს. ესე იგი მე არ დამავიწყდება, აქ ქონდათ გლდანის ერთ-ერთ სკოლაში რეპეტიციები ფესვებს. ეს იყო დაახლოებით 3 წლის წინ. და როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ესე ჩამოსულები არიან და ნუ უთხრა ჩვენთან შეხვედრა, ნუ რა თქმა უნდა წავედი, ყველა საქმე გადავდე. რო შევედი, აი ხა მაჟრიალებს რომ შევედი დამხვდა 200 ბავშვზე მეტი შავ მაისურებზე ქართულად თეთრად ფესვები დაწერილი და უცებ რო წარმოვიდგინე რომ ეს ბავშვები იქ შორეულ ამერიკაში არიან და ზოგი მათგანი პირველად იყო ჩამოსული ვისაც ვესაუბრე ну ეს იყო ჩემთვის აი მართლა რაღაცა აღელვების რაღაცა განსაკუთრებული საგანი. იქ არიან ბავშვები რომლებსაც გულწრფელად უყვართ საქართველო. აი თქვენ რას აკეთებთ იქ? ნამდვილად ბავშვები არიან გულწრფელად უყვართ საქართველო და აი მადლობა სტუდიებს ამერიკაში უშუალოდ ბრუკლინზე, ნიუ-იორკზე გამახვილებული ყურადღება, უფრო მეტად ვიცი, იქ ბევრი სტუდიები არის, გვაქვს შორენა და ვანო გოდერძიშვილების შესანიშნავი კი ეს არის ფესვები, სადაც ლიზიკო დადის და ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, იქ ხატავს, ცეკვას, მღერის, ამის საყვარელი მასწავლებელია ნინი ციკლაური, ამის დამსახურება ნინის დრო ლიზიკომ ძალიან ბევრს ლიზიკოს მე ლიზიკოს დაველაპარაკებით თქვენ შესახებ მითხარით. ნუ ფესვების გარდა მე ვასწავლე არქ გაკვეთილებს ვატარებ, ხატვას ვასწავლე ბავშვებს, ვასწავლე თექაზე მუშაობას, ვასწავლე
კოლაჟების გაკეთებას. რა საინტერესოა. მე მეგონა თქვენ მარტო ხატავდით, მაგრამ იმას ბოლოსთვის ვიტოვებ და თქვენ თექასეს მუშაობთ? თექასეც კი თექას. დიდი მადლობა. ყვავილების კოლაჟები გავაკეთებინე ბავშვებს კიდევ და ამდენად ისე გახვთოვანებულები არიან ეს პატარა ბავშვები რო გიყურებენ და რაღაცას რო გააკეთებენ და ეს სიამოვნებთ მაგათ და თქვენთვის საოცარი შეცდომა. ჩემთვისაც რა თქმა უნდა. ლიზიკო, შენ ქართულ ცეკვაზე დადიხარ, როგორც ბებომ აღნიშნა, ხო? ეხლა მომიყევი, როდის მიხვედი პირველად? პირველად მივედი, როცა ვიყავი 2 წელს, ხო? ცოტათი. და რა იცეკვე შენ, რას ცეკვავ? წეღან მითხარი, ხო მითხარი წეღან რასაც ცეკვავ? ხო. მითხარი რას ცეკვავ? აჭარულს ცეკვავ, ხო? და ეხლა კიდე გაქვს ჩანაფიქრი, რომ რაღაც აი გინდა რომელიმე ცეკვა, ან ქართული, ან ისა კიდე უამრავი ცეკვებია, ხო? ოსური ცეკვა გინდა, ოსური გაგიგია შენ ოსური ცეკვა? ვიცეკვა ეთყობა. ნაცეკვი გაქვს შენ? ეთყობა იყო ეგ, ხო? მე მაშინ რო ვიყავი რეპეტიციაზე, ესენი ამუშავებდნენ ოსურს და გამოდიოდათ ფანტასტიკურად. ლიზიკო, შენ ვიცი რომ ძალიან კარგად მღერი. როდის ლიზიკო მომხედე ერთი წუთით, როდის მოგინდა სიმღერა? ზუსტად როცა დედიკომ გითხრა რომ წავიდეთ სიმღერაზეო, დედიკომ მოგანდომა თუ აი ნახე შენი ნამუშევრე, შენი ფოტოებია ახლა გასული და შენს ნახატებსაც ვნახავთ. აი ეს არის ლიზიკოს ნახატი. ხო, ზუსტად. ლიზიკო, მომხედე ერთი წამით, შენ დედიკომ გითხრა რომ სიმღერაზე უნდა მიგიყვანო? კი? და შენ დათანხმდი? ხო. იმიტომ რომ გიყვარს სიმღერა. ხო. გახსოვს პირველად რომელი იმღერე, რა სიმღერა იმღერა? ზუსტად აი ეს რაღაცა რომ არის აი როცა აი ეს კინო რომ არის მაგის სიმღერა რომ არის ბავშვებისთვის აი ეს მანანა? აი მანანა არა აი ეს ინგლისური რომ არის აი ეს ბიბიდი ბაბიდი ბუ აჰა გასაგებია და პირველი ეს სიმღერა შენ და პირველად ხატვა დაიწყე და მე სიმღერას მიყავი ხელი ასე ვთქვათ თუ ჯერ სიმღერა იყო და მე ხატვა ჯერ სიმღერა ხო და მე ხატვა ხატვა როდის დაიწყე? პირველი ნახატი. რატომ დახატე? არა, ნახატი. გინდა უცებ რაღაცა ლამაზი პეიზაჟი დაინახე, მზის ამოსვლა, ან მზის ჩასვლა, ან ბავშვები, ან ხეები, ან ყვავილები და უცებ მოგინდა რომ გადაგეტანა ქაღალდზე? კი. და რა დახატე? ყვავილები მიყვარს. ყვავილების ხატვა გიყვარს, ხო? კი, ხედავთ რომ ყვავილების ხატვა გიყვარს. ძალიან ბევრი ყვავილი გაქვს დახატული. შენ ცოტა მოშო, შენ მე მგონი მიკროფონიც ძალიან გიყვარს. ცოტა მოცილდი მიკროფონს, ცოტა გაიწიე? უკან გაიწიე ლიციკა, ხო? აი ასე. ეხლა შედაი მე ისიც ვიცი რომ შენ დედიკო ხშირად გიკითხავს ხოლმე წიგნებს და ძალიან ყურადღებით ისმენ, ხო? და მსახიობობაზე ხომ არ ოცნებობ? ნახე როგორი ლამაზი გოგო ხარ, ოცნებობ მსახიობობაზე? გინდა რომ მსახიობი გამოხვიდე? თუ ჯერ არ აგირჩევია რა გინდა რომ გამოხვიდე? ძალიან თულია, იმიტომ აი ძალიან კარგი ისინი არ რომ გამოვიდე რა, ძალიან თულია რომ სურთული, ანუ კონკურენციაა დიდი შენ გინდა, ხო? შენ კონკურენციის არ უნდა შეგეშინდეს. ამისთვის რა არის საჭირო? რომ ბევრი მუშაობ. თულია რომ აბაჩი, ამიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გიყვარს. ხო, ბევრი, ძალიან. აი რა გიყვარს კიდე? ხატვა გიყვარს, სიმღერა გიყვარს. ცეკვა გიყვარს, კიდე რა გიყვარს? კიდე მიყვარს როცა თექას ვაკეთებ. რა საინტერესოა, თექას როგორ აკეთებ? აბა მომიყევი თექას როგორ აკეთებ? ანუ ჯერ უნდა რაღაცა დახატო თექით, ანუ ნახე აი მე მართლა არ ვიცი როგორ ხდება. აი ამიხსენი, იქნებ მეც მომინდეს და მეც გადავწყვეტო. ანუ უნდა რაღაცა უნდა დადო რაღაცა ესეთი, ოღონდ აი ცოტა უფრო
თხელი და უნდა გაშალო და მე თექა უნდა დაადო რაღაცა უნდა დახატო თექით ანუ უნდა გაშალო და რაღაცები უნდა დახატო მე რაღაცა წყალში ან საფნით უნდა ჩადახო და მე როცა გახსნი მე იქნება უბაც ნახატი თექი შენ ვინ გასწავლა და ვინ შეგაყვარა თექაზე მუშაობა ბებოს რაიმე საიდუმლოება ხომ არა აქვს თექაზე მუშაობს ყველაფერს ვიტყვით ლიზიკო ეხლა არა საიდუმლოება არაფერი ისეთი უბრალოდ ძალიან მომწონს თექაზე მუშაობა და ბავშვებსაც თქვენ რასაც აკეთებთ ყველაფერი მოგწონთ და გულსდებთ ყველაფერში და იმიტომ არის რომ ყველაფერი გადასარევად გამოგდით ქალბატონ ლეილა ლიზიკო შენ ახლა რაღაც ერთი ულამაზესი წიგნი გიმშვენებს ხელს და აბა მითხარი რა წიგნია ეს აი ეს წიგნი არის ყველა ანუ ნახე არის მე ვარ ამ წიგნში ჩემი მეგობრებია ცხათა ვიღაცებიც არის ვით არ ვიცნობ ვისაც არ იცნობ და წიგნს ქვია პატარა ვარსკვლავები ამერიკის შეერთებულ შტატებში წიგნის ავტორი არის ქალბატონი ლეილა ქურციკიძე ხოლო რედაქტორი ქალბატონი ანა ყურშავიშვილი ხო ყურშავიშვილი ხო და ქალბატონი ლეილა ქურციკიძე ვინ არის რა ვინ არის ლეილა ქურციკიძე ის ეკაკა ბები არის ჩემი წიგნის ავტორი მას წიგნის ავტორი თუნდაც არ არის ბახტაძეა ბახტაძეა ეს მე არ ვიცოდი რას ლაპარაკობ ამას გვიმალავდით ქალბატონი ლეილა ბახტაძე ყოფილა და მე მითხრა ქურციკიძე ვარო ხო წარმოგიდგენია კიდე კაი ისე მიგვარია ბახტაძე კიდე კაი მითხარ მოდი მაშინ ასე ვთქვათ ბახტაძე ქურციკიძისა ასე ვთქვათ ხო ამ წიგნზე მუშაობისას შენგან აიღო ავტორმა ამ შემთხვევაში ბებიამ ინტერვიუ ხო? ხო. და შენ რა უპასუხე რა შეკითხვები დაგისვა და რა უპასუხე გახსოვს? არ გახსოვს? ეხლა მე უნდა ჩავთო შენი ვიდეო. ეხლა მე შენ და რამე ხო არ გინდა კიდე რომ უთხარი შენ თანატოლებს თბილისში მცხოვრებ თანატოლებს რას ეტყვი? მე ვიცი რომ შენ ძალიან გიხარია ხოლმე თბილისში ჩამოსვლა. ხო. ხშირად ჩამოვიდნენ. რა? ხშირად ჩამოვიდნენ ეს უბრალოდ საქართველოს თბილისში. არა, შენ ხშირად ჩამოდიხარ თბილისში? ხო, კი. სულ ორჯერ ენატრება თბილისი? კი. რა ენატრება აქ გეხოცები მითხარი? მე ენატრება ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები ხო არიან აქ? ვინ ენატრება? ცოტა. ანუ ნახა ირინა ვებო არის აქ. და გენატრება? ვასო პაპა ძალიან მომაწება, იმიტომ რომ ახლა სხვაგან წავიდა. სხვა შორს წავიდა. ხო, შორს, ძალიან შორს. ვასო პაპა სულ მომაწება. კიდე ვინ გენატრება ხოლმე ლია? ლია კი. გოლია შეგვიძლია რომ დავრაკოთ კი ანგან. და სად გირჩევნია შენ ცხოვრება თბილისში თუ ნიუ-იორკში? თბილისში. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. კი, მაგრამ და ყველა ოცნება აგისრულდება აუცილებლად. კი, მაგრამ ახლა სტატიანაზე გადავედით. ახლა მანდ ვითხავ. ვეღარ ვითხავდებ აქ. სადაც წავედით იქ უნდა ვისხავდე. არა უშავს, შენ რო გაიზრდები, მე შენს დედიკოც, მამიკოც, ბებიაც ყველა დაბრუნდებით საქართველოში. ლიზიკო, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხატო იმისთვის, რომ ხარ ჩემი სტუმარი და მე შენ კიდევ გელოდები სტუდიაში. ხო მოხვალ, მოგეწონა ჩვენთან? ძალიან დიდი მადლობა. ეხა გავუშვათ ლიზის ვიდეო და ლიზის ნაცვლად ცოტა ხანში ლიზის მსგავსი ძალიან საყვარელი გოგონა შემოგვიერთდება. გთხოვთ ჩართოთ ლიზის ვიდეო.
ყოჩახ პატარა ლიზი და შემოგვიერთდა ასევე ულამაზესი ოდრი ბაღათურია. მოგესალმები ოდრი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხალხ დღეს ჩემი სტუმარი. მე ვიცი შენ ხარ ძალიან დაკავებული ამერიკაში. ოღონდ ეხა მითხარი რითი ხარ დაკავებული ამერიკაში? ამერიკაში ვარ დაკავებული ხატვაზე, ბალეტზე, სიმღერაზე, ცუცა კაპანაძესთან. და კიდე ბევრ რაღაცებზე. მაგრამ მე ისიც ვიცი რომ საქართველოში რო ჩამოდიხარ შენ აქაც დეიდა თუ რამე საშუალება არსებობს ყველაფერზე გატარებს და მოდი ება ეს შენი სურვილია თუ მარტო დეიდასი? არა, ჩემი სურვილია და ბებოსი და ბაბუსი, დედიკოსი და მამიკოსი და კიდე მამიკოსი. ოიმე ძალიან კარგი და მითხარი რაზე დადიხარ აქ? მე დავდივარ ფორტეპიანინოზე, ჭადრაკზე, ცურბაზე, ქართულ ცეკვაზე და ჩაჩაზე და სამბაზე. ნახე რა ხდება ეხა თქვენ ეხა დღეს ჩემი სტუმრები ვინც ხართ, ყველა ხართ პერსონაჟები ამ წიგნისა, რომელიც ეხა მე ხელთ მიბყრია და ეს წიგნი ეკუთვნის ქალბატონ ლეილა კურციკიძეს. და წიგნში შესულები ხართ, ის ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით ხართ დაჯილდოვებულები. როდესაც შენ პრეზენტაციაზე ეს წიგნი მიიღეს აჩუქრად, რა გრძნობა დაგეუფლა? მე ძალიან გამეხარდა, რომ ამ წიგნში ვიყავი და ჩემ მეგობრებს ვაჩვენე და დედიკო მამიკოს, ბებო, ბაბუს და ნათიასაც ვაჩვენე. და ძალიან გაუხარდა ყველას, ხო? აი მეგობრებს ვაჩვენეო, მითხარი. მეგობრებთან ერთად რაზე საუბრობთ ხოლმე? ჩვენ საუბრობთ, ვინ უფრო კაი ნიშნები მიიღო. ხო, მართლა? კი. და შენ როგორ სწავლობ? ძალიან კარგად ვსწავლობ, მათემატიკა ძალიან მიყვარს. მათემატიკა გიყვარს, ოდრი? აი რა დიდი ხანია მიხვდი რომ მათემატიკა გეცეგი შენ მათემატიკის გარეშე არ შეგიძლია ხო? და წიგნების კითხვაც ხო გიყვარს? კი, მიყვარს. და მათემატიკა რადგან გიყვარს, ალბათ კარგად გამოგდის კიდეც, ხო? კი, კარგად გამომდის. ისე რა კარგია რა ბავშვები სულ მართლა ჩართულები არიან და ეხლა კიდე ორი ბავშვი უნდა ჩამოვიდეს და ისინიც ვისაც ვეკითხებოდი კადრს მიღმა ქალბატონ ლეილა არც ერთს არ უთქვამს ჩემთვის რომ სატელეფონო თამაშებით ერთობიან თავისუფალ დროს ყველა ან ეზოს თამაშებით ერთობიან ან აი ბავშვმა თქვა რომ ერთმანეთსო ვუზიარებთ აზრს იმის თაობაზე ვინ უფრო მაღალ ნიშანს მიიღებსო დაკავებულები არიან რომ დრო არჩევათ ტელეფონის არა შეიძლება არა აქ კიდე სხვა რაღაცაა ეს ამისთვის ცალკე მადლობა უნდა გადაუხადო თითოეული ამ ბავშვის ოჯახის წევრებს ეს ოჯახიდან მოდის რომ ანუ მიმბაძველობით ხო თითისქნევით ბავშვი არ იზრდება ბავშვი იზრდება მიმბაძველობით ხო და ეხლა როგორც ჩანს არც მშობლები არ არიან ასე უაზროდ ტელეფონით დაკავებულები და ამიტომაც ბავშვებმა იციან რომ ტელეფონი არის მხოლოდ დასარეკის საშუალება და იქ დავუშვათ რაღაცა მცირე ინფორმაცია თუ გჭირდება ისიც მე თუ მკითხავთ ბავშვებმა ის ინფორმაცია ტელეფონით არ უნდა მოიძიონ და ჩვენთვის ნუ ეხა კიდე დასაშვებია ქალბატონ ლეილა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან გაქვთ თქვენ შეხება აი ეს წლების მანძილზე რას მე პირველად ძალიან დიდი ხნის წინ მრავალი წლის წინ პირველ არხზე რომ მივედი ჩემი თემა იყო უცხოეთში მოღვაწე ქართველები ასე რომ ეს თემა არის ჩემთვის ძალიან მშობლიური და ძალიან ახლოს მდგომი. და თქვენ აი თქვენი დაკვირვება მაინტერესებს რასაკვირდებით რაც უფრო დრო გადის ქართველი ბავშვები უფრო საქართველოსკენ ხომ არ არიან მობრუნებულები? ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მოbrunebulები არიან და იმიტომ რომ წეხან ხომ მითხრა მელიზამ რომ უნდა ჩამოვიდეო იცით რა სურვილი ბევრს აქვს მშობლებსაც და ბავშვებსაც ეხლა ოდრისაც უნდა ჩემპაცუკასაც რო ჩამოდის აქ მიდა დავრჩე მაგრამ უკვე იქ სკოლაში არიან იქ მიჩეულები არიან ნუ არ ვიცი მაგრამ აი ეხლა ჩემი წიგნის ერთ-ერთი რესპონდენტი ნატალი კალაძე
დაბრუნდა საქართველოში და ძალიან მიხარია ერთი წელიწადია თითოეული თბილისში და სკოლაში თითოეული ქართველის დაბრუნება ჩვენთვის არის ბედნიერება და ზუსტად აი ამ წიგნის მიზანიც ეს იყო და პირველ გვერდს რომ ფურცელს რომ გადავწყვეტ ჩვენ დაბრუნდებით არის ნაჩვენები და ამ წიგნში ზუსტად ეს მაგ ჩადებული რომ აუცილებლად ამ ბავშვებმა რაღაცა პერიოდის მერე თუ ეხლა მოღვაწეობენ სწავლობენ ნუ იქ ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეუფლებიან თავიანთი ცოდნა თავიანთი გამოცდილება რასაც მიიღებენ იქ და დაბრუნდნენ ნამდვილად უნდა საქართველოში ოდრი შენ ხატავ კიდეც ხო კი ხატავ და რას ხატავ ხოლმე ძირითადად ხატავ კატებს ზაღლებს კი არ გამიგია გიყო არც უგოები და ფისეები და ყავს მე მგონი ხო კი კატა მაქვს 13 წლის გას მეუბნები ამერიკაში თუ აქ კი არა ამერიკაში და ძალიან უყვარხარ იმასაც ხო როგორ იციან ფისოებმა თან სიყვარული ოდრი შენ ამერიკელ ამხანაგებს უყვები ხოლმე საქართველოს შესახებ კი ვუყვები აი რას უყვები გეხოცები აი ვუყვები რომ ძალიან გავერთე საქართველოში ახალ მეგობრებთან და კიდე ახალ რაღაცებზე რომ დავდივარ და რას გეუბნებიან? აინტერესებთ საქართველოში უნდათ ჩამოსვლა შენ ამერიკელ მეგობრებს და შენ ხო ჩამოხვალ აი ისე რომ ბოლომდე ჩამოხვიდე და აქ გააგრძელო ცხოვრება, ხო? და მაშინ მე შენ დაპატიჟე შენი ამერიკელი მეგობრები და აჩვენი აი ეს ღირსშესანიშნაობები ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს ჩვენ ჯერთი თვითონ საქართველოა ულამაზესი ყველაფერს რო თავი დავნებოთ, რაც ეს თაგორებს რო შეხედავენ, ხო და ძალიან უყვართ ქართული ხალხური სიმღერები და შენი მეგობრები მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს ამერიკელები? არა, იმიტომ რომ პატარები არიან ალბათ, ხო? არა, არ არის პატარებია. დიდები არიან? არა, ჩემნაირად არიან. ანუ ხალხურს ამღერიან, საესტრადოს მღერიან, ხო? შენ ხომ მღერი საესტრადოს სიმღერებს? შენ ვინ დაგაწყებინა სიმღერა? მე მინდოდა და ბებოს უნდოდა. აჰა, ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ მაშინ შენ სიმღერას შევთავაზებთ მაყურებელს და შენ ხო არ გინდა რამე გზავნილი გაუგზავნო შენს თანატოლებს გნებავს საქართველოში მცხოვრებთ, გნებავს ამერიკაში მცხოვრებს. რას ეტყვი შენ თანატოლებს? მე მინდა თბილისში რომ ვიცხოვრო. საქართველოში. ჩვენც ძალიან გვინდა რომ შენ იცხოვრო თბილისში და შენ აუცილებლად იცხოვრებ თბილისში. აი დიდი გოგო რო გაიზდები თბილისში რო ჩამოხვალ საცხოვრებლად მე აუცილებლად მოდი გადაცემაში კარგი და მე აი ეს პატარობის ვიდეო გავუშვათ კარგი ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი გოგო ხარ და წარმატებებს გისურვებ რა თქმა უნდა ყველაფერში მადლობა გავუშვათ ახლა ოდრის ვიდეო დაგიბრუნდით ასევე ულამაზეს გოგონასთან ერთად ეკატერინე იგივე კატო კავთუაშვილია ჩემი შემდეგი სტუმარი მოგესალმები კატო და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხარ კატო როგორც შენი მეგობრები შენც ძალიან ბევრ რამეზე დადიხარ ამერიკაში და
ძალიან სასიხარულოა, იცი რა, რომ სულ ქართული ფოლკლორი, ქართული თეატრი, ქართული ცეკვა, ქართული ლიტერატურა, ქართული თექა, ყველაფერ ამას შენ ეუფლები, ხო? კი. პირველად რა იყო შენ ცხოვრებაში? ცეკვა, სიმღერა თუ ხატვა? ჩემთვის პირველი იყო ცეკვა ირინა დანს აკადემიასთან. ვიყავი 2 წლის ცეკვა რო დავიწყე. რას მეუბნები, 2 წელს უკვე ცეკვავდი? კი. ძალიან გიყვარს ცეკვა? კი, რა თქმა უნდა. მერე შემდეგ რა იყო? შემდეგ იყო სიმღერა. მერე იყო ხატვა. რას ხატა? რა მაინტერესებს, იცი? როდესაც რაღაცას კითხულობ, აი შენ დედიკო გიგითხავს, ბებია გიგითხავს, მამიდა გიგითხავს, მამიდა შვილი გიგითხავს, ხო შენ ჯერჯერტი შენ თვითონაც კითხულობ, ხო? რაღაცას რო კითხულობ ხოლმე, უცებ აი გინდება რომ ის წაკითხulis სურათი, სიუჟეტი გადმოიტანო ნახატზე, რომ დახატო ის, რასაც კითხულობ. გინდა ლექსი, გინდა პროზა, მოთხრობა? კი, მინდა რომ გადმოვხატო, იმიტომ რომ ჩემი დედიკო, მამინდა შვილი რომ მიკითხავენ ვიღაცა, ვიხატავ თავში. ისინი რომ გიკითხავენ, თავში იხატა, ვიხატავ და ცადულობ რომ გადმოვიხატო, მაგრამ ხანდახან ცუდი გამომდის, მაგრამ ხანდახან კარგი გამომდის. არა უშავს, იცი რა არის? ყოველთვის კარგი არ გამოვა. თან ნახე რა არის ადამიანების ყოველთვის უფრო მეტი გვინდა საკუთარი შესაძლებლობებს. თქო, საკუთარ თავს უფრო მეც ვთხოვთ, ხო? ის შენ რო გონია რომ ცუდია, შეიძლება ჩემთვის იყოს ძალიან მოსაწონი. ასე რომ შენ იმას კი ნუ მიაქცევ ყურადღებას რაღაცა არ მოგწონს. შენთვის მერე გააუმჯობესე და გადაგდებით ხო არ აგდებ? არა, არ ვაგდებ. შეინახე აუცილებლად. ვინახავ, კი. ჩვენ კატოს ნახატები გვაქვს მე მგონი და კატოს სურათები გვაქვს და თუ გავიშვით უკვე არ იცი. შენ ამ წიგნში ხარ შესული? კი. და პრეზენტაციაზე იყავი? კი. მომიყევი აბა ამ წიგნის შესახებ. ამ წიგნის შესახებ მე ხო აი რო გავიგე, პირველად რო გავიგე წიგნში რო ვიყავი, აი ძალიან გამეხარდა, აი ძალიან იქეთ-აქეთ დავდიოდი, ოთახი. აი დაურეკე ყველა ჩემი ოჯახი შევაერთე ერთად ყველა და ვაიმე, ხალხნო, წიგნში ვარ, წიგნში. კაი, არ გამაგიჟო, ყველას თავი მოუყარე და ასე პომპეზურად წავიდე. TikTok-ზე დავდე, YouTube-ზე დავდე, სად რა არ დავდე, ის გახარებული ვარ. კაი, დადე და TikTok-ი მართალი გითხრა ცოტათი არ მიყვარს. ხო, დედიკომ დამიტო, აი დედიკომ დამიხმარა. და კაი, მაშინ დედიკომ თუ დაგიდო არავის. კატო და ხატვა არ გიცდია მე აი ეს შენი დადებითი ემოცია, შენი აფრთოვანება არ გიცდია რომ გადმოგეტანა ნამუშევარში? ნუ ეხლა რა ვიცი, ისე მინდა. გინდა? აი მინდა რომ რაღაცაში გამოვაყენო ჩემი ნახატები. მოდი იცი რა გავაკეთოთ, შენ ბევრი ნამუშევრებს რო შეაგროვებ, მე პატარა სატელევიზიო გამოფენა მოვაწყოთ. მე ესე ვუწყობ ხოლმე ჩემ ბავშვებს გამოფენას, ჩემ მოსწავლეებს. შენ ერთი 10-12 ნამუშევარი რო გექნება, გამოგვიგზავნე, მე იქიდან ცოტა გამთენიისას მოგიწევს ადგომა, მაგრამ არა უშავს და ჩაგვერთებ პირდაპირ ეთერში და გავაკეთოთ პატარა ლამაზი გამოფენა. აი ლეილა მასწავლებელიც იქ იქნება, ხო? ეხლა მიხარი შენ რითი ერთობი ხოლმე საქართველოში რო ჩამოდი? საქართველოში მე ვერთობი, აი ჩემი ძველი მეგობრები, აი მაგალითად ლადო, მე და ლადო ვართ ძალიან ძმაკაცები. რა კარგია, მეც ყავს ბავშვობის მეგობრები ძმაკაცები და ძალიან კარგია ეგ მერე. და ვერთობით ხოლმე, მე პატარა ცუგა მყავ და დიდი ცუგა და ჩემ დიდ ცუგას არ ვიცი რატო ეშინია ჩემი მეგობრისი და გადის ხოლმე. ვაი, ლადოს ეშინია? აწალებს ხოლმე. აი, მაგიტომ ეშინია.
8 წვალები. შენ წეგან ახსენე, თქვი მიდი რაღაც საინტერესო თქვი და იმაზე. და მე ხო მლადო რომ მოდის ხოლმე ჩვენთან მარტყოფში, რომ მოდის ჩემ ძაღლს უშვებ და ისე რა ქვია, დაჭიროებას თამაშობთ ხოლმე, აი ბურთს ვისვრით და იმას ისე უხარია ხოლმე ჩემ პატარა ლექს, რომ გამოვდივართ ხოლმე ძალიან დიდი ეზო გვაქვს და ერთობი, ერთობი. წეგან შენ ბრძანე ჩემს ძველ მეგობრებს ხვდები ხოლმეო და ჩემს ძველ მეგობრებთან ერთობი ხოლმეო. აი რას ნიშნავს ძველი მეგობრები? შენ საქართველოში დაიბადე? არა, ამერიკაში დავიბადე, მაგრამ ძველი მეგობრები აბა მითხარი ერთი დიდი ხანია. დიდი ხანია, ხო, აი ძველი მეგობრები არა, მაგრამ ძველს ვეძახი, იმიტომ რომ ხო, მესმის. მარტო ერთი თვე გავიცანი და ჩემთვის ერთი თვე ძალიან ბევრია. აჰა, გასაგებია და ხშირად ჩამოდიხარ ხო თბილისში? მე თბილისში ჩავდივარ, კი, ხოლმე საქართველოში. ხო, საქართველოში. კი, საქართველოში ჩავდივარ. ეხლა 4 წელი არ ყოფილვარ და ეს 4 წელი ეხლა ჩამოვედი საქართველოში. ეს 4 წელი შენ ილია ჭავჭავაძის შესახებ ხსმენი არა? მე ილია ჭავჭავაძე და ილია მართალი შენ ეკლესიაში დადიხარ? კი, ბავშვობაში. ილია მართალი ადრე იყო ერისკაცობაში ილია ჭავჭავაძე და მას აქვს დაწერილი გზავრის წერილები და ეს 4 წელიწადი გამახსენდა რა იცი მოკლედ ორი სიტყვით გეტყვი მოკლედ ავტორი იყო სხვა ქალაქში წასული სხვა რესპუბლიკაში სახელმწიფოში წასული სასწავლებლად და რო ბრუნდებოდა საქართველოში საზღვარზე ფიქრობდა ეს 4 წელიწადი იცი კითხელო ეს 4 წელიწადი რა 4 წელიწადიო და ის გამახსენდა ზუსტად 4 წელიო საქართველოში არ ყოფილვარო შენ დიდი გოგო ხარ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ ვიცი რომ ძალიან გიყვარს ქართული ყველაფერი და მე გთხოვ რომ აი რო ეხა რო ჩახვალ ან შენ მამიდაშვილს ან შენ მამიდასთან რო ჩახვალ ნიუ-იორკში დედიკოს უთხარი და ეს ილია ჭავჭავაძეს მგზავრის წერილებს აუცილებლად წაგაკითხებს და ნახე რა საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა კატო ყველა სურვილის ასრულებას ბატონო კატო მღერის ძალიან კარგად თბილისს ვიცი ეგ უნდა მეთქვა კატოს პატარას ხო გვიმღერებდი თბილისზე პატარა მონაკვეთს პატარაზე ხო რაღაც აი ბოლოს თუ არ გინდა არ თუ არ გინდა არა მაგრამ თუ გინდა სრული თუ გაგიმტარში ლამაზად ვღერი ხარ ვიცი თბილისს არ კი ცოტა მუსიკა არ გვაქვს მაგრამ გიმღერო კი ცოტა იყოს მუსიკის გარეშე მუსიკა არ გვაქვს ახლა მაგრამ მაინც ლამაზად გამოვა მაგრამ შემიძლია აი ცოტათი აი ჩუმად რო იმას ქნა იმიტომ რომ აი ჯერ ინსტრუმენტები და მერე იწყება ასეთ ფილმს კი აბა როგორც შეძლებს კაი ნედავსად არის კიდევცა უძირო ლურჯი ხალასი სწორედ ისეთი როგორც შენია ნაიარებით წარსული ნატრები ნაიხალასი ჭაღარასავით შემოგჩენია თბილისო მზის დავარდების მხარეა უშენოდ სიცოცხლე არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი სად არის ჭაღარამდაც მინდა დიდი მადლობა ძალიან კაი მადლობა კატო მე ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს ინტერვიუების აღება კი მე შეგპირდები რომ აუცილებლად მოგეხმარები და გვერდით დაგიდგები მაგას მადლობა კატო ბაღათურია სტუმრობდა ამ ნაწილს ჩემი გამო ბოდიში ამერია ოდრია ბაღათურია კატო კავთუაშვილი სტუმრობდა ამ ნაწილს ეხა მე კატოს დავემშვიდობები ოღონდ ამჯერად კატოს ვიდეოთი არა ამჯერად დავემშვიდობები კატოს ლუკას ვიდეოთი ზუსტად ლუკა შემოვა კატოს შემდეგ და ლუკა გახლავთ ლუკა ბოჭორი ვადაჭკორია გახლავთ 9 წლის ხო თუ 10 წლის რომელმაც ძალიან ლამაზი კომპოზიცია შეასრულა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ასევე ლუკა მოსულია ჩვენთან სიმღერის პრემიერით, რომლის სახელიც არის ბედნიერი ვარ მქვია ქართველი. ტექსტის ავტორი გახლავთ ზურაბ გოშაძე, ხოლო კომპოზიტორი კახა ცაბაძე. ოღონდ ეს ცოტა მოგვიანებით. ეხლა ლუკა ვადაჭკორიას გიტოვებთ და არ გადართოთ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ლუკას თანხლებით. კატო, ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა. ლუკა ვადაჩკორია შემოგვიერთდა. ლუკა, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში რომელი გამოსვლა იყო ეს თუ პირველი? ეს იყო ჩემი მეორე გამოსვლა. და პირველი გამოსვლა იყო მე რო ვიყავი წინა წელს იყო ჩემი პირველი გამოსვლა. ეს არის ჩემი მეორე გამოსვლა. და ეხა რა შეასრულე შენ? მე ხა შევესრულე ბახ ვივალდის მეორე კონცერტი ლა მინორი. და ვინ არის შენი პედაგოგი ამერიკაში? ჩემი პედაგოგი არის მაესტრო მერაბ ებრალიძე. ლუკა, მე ვიცი რომ შენ ასევე ძალიან კარგად მღერი. დიახ. და რომელი უფრო გსიამოვნებს? პრინციპში ორივე სასიამოვნოა, ეხა არასწორად დავსვე შეკითხვა მაპატია. რას უფრო მეტ დროს უთმობ? რომელს უფრო მეტი მუშაობა ჭირდება? დაკვრას თუ სიმღერას? ყველაზე მეტი არის პიანინოზე, იმიტომ ძალიან ბევრი ხანი უნდა იმეცადინო, რომ კარგად ჩაჯდეს მუსიკა და ის რა ქვია, კონცერტი არ შეგეშლოს. არ შეგეშლოს, ხო? და ადვილად იმახსოვრებ, ხო? შენთვის ხო ძალიან ადვილია ნოტების დანახვა? მე ისა სიმღერას ახალს რო იმღერებ, იმ წუთზე ვიმახსოვრებ და მე შემდეგ კლასში კარგად ვიცი და მღერი როგორც უნდა იყოს. ლუკა, შემოქმედი ადამიანი ყველაფერში ნახულობს შემოქმედების რაღაც მარცვალს, რომელიც მერე თავისთავად ღვივდება ისევ ამ შემოქმედების გონიერებაში, შემოქმედის გონიერებაში. როდესაც ნაწარმოებს უკრავ, გინდება თუ არა იმ ნაწარმოების ნახატზე გადმოტანა? მე რაც ხატავ? აი, როდესაც ნაწარმოებს უკრავ, ხედავ ხოლმე რამე ნახატს ხედავ, ან ზღვას, ან მთებს, ან დედიკოს, ან ბებიას, ან მამიკოს? ზუსტად არა, იმიტომ ჩემს ტვინში არის უფრო ყველაზე ფოკუსი, მაგრამ თუ ადვილი პარტი მოვიდა, მაშინ ხედავ ჩემს დედას, ჩემს ოჯახს, ზღვას, მე რომ ტყეში ვარ, იმიტომ ხო იცი, ტყეში რო ხარ, ძალიან ბევრი ყვავილებია, წვანილები და კიდე მწვანეა ყველაფერი გარშემო. და კიდე ცხოველები. ტყეში რა ცხოველებს ნახულობ ხოლმე? გარეულ ცხოველებს. ციყვებს, კურდღლებს, გინახია როდესმე ციყვები და კურდღლები? ციყვი და კურდღლები ორივე. და კიდე ჩიტები. და შეიძლება ერთხელ ვნახე ის პუტკრის ბუდე და ძალიან დიდი იყო. და ახლოს მიხვედი? არა. ეს თბილისში, საქართველოში თუ ამერიკაში? თაფლი ქონდათ გაკეთებული თუ უბრალოდ ბუდე იყო? სოფლიოში ვიყავი და ხო იცი სოფლიოში ძალიან ბევრი პუტკრებია, იმიტომ სოფლიოში თუ სოფელში? ამ სოფელში. სოფელში იყო, სოფლიოში არა, სოფელში იყო. შოროწყალში ვიყავი, ჩემს შოროწყალში, რა ლამაზია. დიდი მადლობა. ქავტონ ლეილა, ძალიან ცოტა დრო რჩება და მინდა რომ აი ორი სიტყვით ამ პატარა ქართველი ვარსკვლავები ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი რატომ გახდა აუცილებელი და მართლა აუცილებელი ამ წიგნის არსებობა, ამ წიგნის დაწერა, შექმნა? აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ხო ნახეთ უკვე როგორი ნიჭიერი ჭკვიანი ბავშვები არიან, რომლებიც ცხოვრობენ, მოღვაწეობენ, ეუფლებიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მღერიან, ცეკვავენ, დადიან სხვადასხვა სტუდიებში და ეს მივიტანეთ საზოგადოებამდე. ეს მივიტანეთ და აი ამ წიგნში არიან ეს ბავშვები შესული და ამათთვის ეს იქნება ცხოვრების თანამგზავრი. რამდენი წელსაც გინდა გახდნენ ამ წიგნს არ დაკარგავენ. კი, ნამდვილად. არ დაკარგავენ იმ ფუძეს, იმ ფესვებს, რომელიც აკავშირებს საქართველოსთან და აქ ორ ენაზე არის ეს წიგნი გაკეთებული ქართულად და ინგლისურად და ზოგი მართლაც ვერ ლაპარაკობს, არ იცის ქართული და ინგლისურად რო წაიკითხავს, გადახედავს ქართულად და რა ხდება აქ, რა არის, რატომ და ძალიან გახარებულები არიან ამ წიგნით ეს ბავშვები და მარტო ბავშვები არა, მათი მშობლების და პირადად ეჭვი არ მეპარება. ორი წუთი რჩება, აღარ რჩება ლუკას იმისთვის. ქავტონილა,
თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომელსაც აკეთებთ იმაზე, ყავზე. აი, საიდან წამოვიდა ეს ყავზე მუშაობა? თქვენ აკადემია არ გაქვთ ამ ყავის აქსესუარებს ვაკეთებდი, რაღაცა პერიოდია უკვე გავჩერდი იმდენად, რამდენადაც ლიზიზე ვარ მაქსიმალურად მთელი დრო გადატანილი მაგისტრის ყველა სფეროში წარმატებას. ეხლა უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში მინდა რომ სიმღერა იმიტომ რომ ქალბატონი ლეილას ბრალია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სულ მეუბნებოდა მე არ ვილაპარაკებდა, არ ვილაპარაკო ბავშვებმა ილაპარაკონო და ქალბატონი ლეილასთვის აღარ დაგვრჩათ რომ მაგრამ თქვენ ხო ჯერ არ მიდიხართ, მოდით და მე მართლა მაინტერესებს ეს ყავზე. საკმარისია ძალიან დიდი მადლობა. მოდით ახლა გავუშვათ. დღეს არის ლუკა მოსულია ჩვენთან ხელდამშვენებული სიმღერის პრემიერა და ჩვენც მას ხელდამშვენებულს ვუშვებთ, რამე თუ პატარა კლიპი შეიქმნა. და სიმღერის დავემშვიდობებით. და სიმღერის კომპოზიტორი არის ყველასათვის საყვარელი კახაცაბაძე, ხოლო არანჟირების ავტორი ასევე ყველასათვის საყვარელი გია მაჭარაშვილი. ლუკა დაიწყე სიმღერა. არა ჯერ ჩემთან ირგვლივ ყველაფერი ლამაზია სიყვარულიც ყველგანაც თითქოს მაგრამ გონი ისეთია რაც მაკლია შენეული ალერსი და სამშობლო შენახავ მხოლოდ ვიცი რომ ერთად ვიქნებით ბოლოს საფიცარი მაქვს შენი სახელი ჩემთვის ანთია ჩემი სანთელი თუმცა ოკეანე მასშორებს შენგან შენი თამახი დავდივარ ყველგან ვიკრებ შენი მზის მითბობს ნათელი ბედნიერი ვარ ქვია ქართველი საქართველო უნახავად მენატრევი იავნანა ჩამეღვრება სულში რომ ჩამოვალ შენ დამხვდები ელგაშლილი დედასავით ჩამიხუდებ გულში ჩემი სამშობლო შენახავ მხოლოდ ვიცი რომ ერთად ვიქნებით ბოლოს საფიცარი მაქვს შენი სახელი შენთვის ანთია ჩემი სანთელი თუმცა ოკეანე მასშორებს შენგან შენი თამახი დავდივარ ყველგან ვიკრებ შენი მზის მითბობს ნათელი ბედნიერი ვარ ქვია ქართველი ბედნიერი ვარ ქვია ქართველი ხარ ქვია ქართველი და შენ ჩამოხვალ ხო? კი, შემდეგ წელს საერთოდ დაბრუნდები. კი. ძალიან დიდი მადლობა. ეს ის ადამიანები არიან, პატარები და ნუ დიდი ქალბატონი ლეილა თავისთავად რა თქმა უნდა, რომლებიც აუცილებლად დაუბრუნდებიან თავის მიწა-წყალს და ჩვენ ყველა მათ ველოდებით და საქართველო ელოდება მათ. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლეილა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.